ბატონო ვახში, აქეთ მოიწით და ცოტა რაღაც ასე იღრება საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ეს ცაიშია, ზუგდიდის რაიონი. ეს უნიკალური წყალია ტემპერატურით და მისი თვისებებით. ლიცენზიები გაცემულია 20%-ის გამოყენებაზე. სინამდვილეში იღრება თავიდან ბოლომდე. ვინ შეისყიდა ეს და ვიცაც ლიცენზია მიცეს, არავითარ კანონებს არ იცავს ჩვენსას. ეს წყალი რო გამოიყენება, მერე 3 კილომეტრში აქედან უნდა ჩაბრუნდეს უკან. ესაა წესი და ლიცენზიაში ეს წერია, ბატონო ვახში, თქვენ ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ნახეთ და აი გუშინ წინ როცა გადაცემა მქონდა და ამაზე ვისაუბრე, ძალიან ბევრმა დამირეკა შეწუხებულმა და მითხრა, ნუ თუ ყველაფერი მართლა ასეა და ეგერ ვთხოვე ბატონო ვახში ჟვანიას, წამოვედით დღეს ნუგელას ხეობაში ვიყავით და ნახეთ ბატონო ვახში ნუგელას ხეობა უდიდეს სიმდიდრე ქვეყნის, როდესაც თქვათ ჩვენ ერთმა პიროვნებამ ბატონმა რამაზ ყურაშვილმა მითხრა რომ მეცნიერთა კონგრესში ვნახე პიროვნება ქართველი ებრაელი და ისრაელში წამალია რომელიც ძვლების განმტკიცებას იწვევს და იქნებ როგორმე ჩამოგვიტანოსო დაურეკე ბატონ დავით ბოთერაშვილს როცა მივიდა იმ ორგანიზაციაში სადაც ეს წამალი იყიდება იმათ უთხრეს რომ ეს ჩვენ საქართველოსდან ჩამოგვაქვსო ხოლო და ამპულებში ვასხამთ და ვყიდითო და $60 $80 წარმოიდგინეთ ჩვენ რა სიმდიდრე 20 გრამს 20 გრამს დიახ ამპულას ესე იგი რა სიმდიდრე დღეს მივედით იმ ადგილზე დაკეტილი არავინ არაფერს არ გაგიხსნის კარებს ჩაკეტილია ყველაფერი ეთყობა რომ წყალი მიდის ესე იგი ერთი ბოთლი რო აიღონ ერთი ბოთლი ბატონო ვახში თვის განმავლობაში ან უпроსორად ერთი 20 ბოთლიანი რო აიღონ იმდენ ფულს შევლობენ მეტი არ უნდათ იღრება ეს წყალი ლიცენზია 2014 წელშია გაცემული მე არ მესმის ჩვენი სიმდიდრის მიმართ ესეთი დამოკიდებულება აი იქ რაც ნახეთ ნუგელაში აი რასაც ვხედავთ აგერ აი ვხედავთ ეს არის ტემპერატურა აქვს საოცარი ამ წყალს და როგორც გითხარით უნიკალური თვისებები აქვს ახლა გაყვანილობებია ხომ ხედავთ არა და ადრე ისინი აგერ ქვერდით მოწყობილი იმიტომ რომ ამას ზამთარში იყენებენ ყველაფერი ამი აი როდესაც მეცნიერებს გადაცემენ ასეთ რამეს უნიკალური რამეების გაკეთება შეიძლება რა ვიცი თქვით ბატონო ვახში რაღაც იქნებ ჩვენ ვაჭარბებთ იქნებ აი ბუნებრივი რესურსი ოქროს მიმართ დამოკიდებულება ვნახეთ როგორია ხეთხის მიმართ დამოკიდებულება ვნახეთ როგორია მიწის მიმართ დამოკიდებულება ვნახეთ როგორია ასე იგი მარგანეცის მიმართ დამოკიდებულება ვნახეთ როგორია სილიკამანგანუმის მიმართ დამოკიდებულება ვნახეთ როგორია ასე იგი ყველაფერი გაკიდულია გასხვისებულია ვიხარია რომ აეროპორტებში სხვები შემოყავს მიხარია რომ ასე იგი ჩვენი საპენსიო ფონდი მილიარდები ისია გაცემული დანიავებული რომ კაცმა არ იცის დაბრუნდება თუ არა რამე უკან მაშინ როდესაც ამ ფულით ვებერთელა რამის გაკეთება შეიძლებოდა როდესაც დემოკრატიული შეიძლება რაღაც სისტემა გაკეთდეს რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა თუნდაც აი ამ აეროპორტების კუთხით იგივე ესე იგი აი ამ რა თქმა უნდა ნუ ამაში რომ ეს ხო უტყუარი თანხაა უტყუარი შემოსავალია ამას ეხლა ჩვენ მეცნიერებს რო ვეთათბურეთ გვითხრეს რომ ამ ცხელი წყლით მიიღება ელექტროენერგია შეიძლება მიიღოს წარმოუდგენელი რაოდენობით თანაც წყალი არ გეკარგება 3 კილომეტრში უკან უნდა ჩააბრუნო რა ვიცი ბატონო ვახში მეცნიერი ხარ დოქტორი კიბერნეტიკოსი ცნობილი პიროვნება მე დღეს აგერ შევხვდი პიროვნებებს რომელთან ერთადაც თქვენ ასე იგი ყაზახეთში და იქეთ მოღვაწეობდით და სასწავლო რამეებს გეუბნებოდნენ და თქვენი სისტემა მართვის ეკონომიკური მიმართულებით 7-8 ქვეყანაშია დანერგილი საქართველოში ეს არავის აინტერესებს რა ვიცი გითხარი რაღაც აბა რა გითხართ ბაზან თემურ აი ხედავთ მოდის წყალი ეს დაახლოებით 70 გრადუსი მაინც იქნება მინიმუმ ხელი დამწვა გაცილებით 70 გრადუსი თქვენ იცით რომ 1 გრამი წყალი 1 კალორიით რომ გააცხელოთ 1 კალორიით გააცხელოთ ესე იგი ამას ჭირდება 1 გრადუსით გააცხელოთ ამას ჭირდება 1 კალორია ახლა რომ დავდგეთ აქ ჩვენ მილიონობით კალორიას დავიქვით ეს არის ფული ეს არის სიმდიდრე ეს ახლა ასე არ უნდა იღრებოდეს რა თქმა უნდა რაღაც დანადგარი უნდა იდგეს რომელსაც ჭირდება ეს ენერგია
და ის უნდა ეს ღვთისმიერ ნაჩუქარი სითბო, ესე იგი უნეფრივად მოდის წყალი ქვემოდან. ეს უნდა გამოიყენო და ისე უნდა გააკეთო, რომ აი ეს მაცხოვრებელი იქ ცხოვრობენ და რომლებიც აი ჩვენ სულ ვიძახით ღარიბი ქვეყანა ვართ, ღარიბი ქვეყანა ვართ. როგორ ვართ ღარიბი ქვეყანა, მარტო ამაზე შეიძლება მილიონების გაკეთება. ჭკუა ჭირდება და თავარი არის პატრიოტის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს აი ამ სიმდიდრეების მოხმარებაზე საზოგადოებისათვის და თავისი ხალხისათვის და არ ფიქრობს იმაზე თვითონ როგორ გამდიდეს. აი თვითონ რომ გამდიდეს, ამისთვის ის იძულებულია რაღაც გარკვეულ მომენტებს ელოდება და რომ ეს გადაიღვაროს, არაფერი არ გაკეთოს, არავინ არ დაეპატრონოს, არავინ არ გამოიყენოს. ესე იგი ესენი ფულს აკეთებენ არა საქმის კეთებით, არამედ საქმის გაფუჭებით. აი ეს არის უბედურება. ჩვენ ქვეყანას არ აყავს პატრონი. ნებისმიერი გლეხი, მუშა, რო შეხტები სადმე თაში, სოფელში, ამას გეუბნება და რამდენჯერ გვითხრეს ბატონ თემურ. პატრონი არ აყავს ქვეყანას. ხო, დღეს ეხა რაიონები რო ვიყავით, ოძახებში შევედით, ნახეთ, ნაცნობი, უცნობი, ყველა გეუბნება, რომ წასული არიან უცხოეთში, სამუშაოდ აგზავნიან ფულს, შვილები და ისინი აგებენ თამაში აქ თამაში, რომელიც იმით არის რა ქვია, კომპიუტერი და ინტერნეტით თამაშებში, არა მარტო აქ, არამედ ნუ ახლა ვიცით ძალიან კარგად ეს სათამაშო ბიზნესი როგორ არის განვითარებული, 50 მილიარდი დაიხურა ყველგან ირგვლივ ქვეყნებში, ესე იგი აზერბაიჯანში, სომხეთში, ამერიკაში ერთ ქალაქშია, რუსეთში არ არის, თურქეთში არ არის, ჩვენ გავხსენით აქ და 50 მილიარდია და დავღუპეთ ახალგაზრდობა, სოფელში გვითხრეს, აგარ წყალტუბოში ვიყავით, ხო, ჭონკაძის ქუჩაზე, მეტალურგიული იმის ქვემოთ, უხელ ღამეი გავათენეთ და გვითხრეს იმათ, რომ ესე სოფელი დაცლილია პრაქტიკულად, მოხუცები დავრჩით და ახალგაზრდა ვინც დარჩა, ფულს უგზავნიან წასული მშობლები ან ბებიები, ბაბუები და ასე ნარკოტიკი, უბედურება, როდემდე, ნუ ასე იგი მე არ ჩვენ ვართ გართული აქ, ერთი პარტია მეორეს როგორ მოერიოს, არ და როგორი განწყობა ვნახეთ დღეს სახში რო ვიყავით, ნუ თქვათ მისული ადამიანებთან და რო ვესაუბრეთ, ყველა რას გვეუბნება, წინამძღოლი უნდა, მეტი არაფერი, წინამძღოლი უნდა. აქ არის ლაპარაკი მარტო ომზე, ხუბზე ერთმანეთთან. აი შეხედეთ ახლა ეს ცხელი წყალი. ახლა არის მაგალითად ჩაის სეზონი. ჩაი რომ გააშროს საჭირო არის ენერგია. გაიყვანე ეს ცხელი წყალი, გააკეთეს საშრობები და ესე იგი არანაირი ელექტროენერგია არ დაგჭირდება. ჩაის შრობა. ხელი სავსეა ხომ ირგვლივ. იგივე რა სიმდიდრე იღრება, კაცო. რამ სიმდიდრე იღრება, კაცო. უამრავნაირად შეიძლება ამის ეხლა თქვენ ბატონო ვახში და მე აი უბრალოდ კიდევ ერთხელ ბატონ რომან ურუასთან ერთად რო საუბრობდითაც პროგრამა წყალი თავის დროზე, როდესაც ესე იგი ძალიან ცნობილი პიროვნება იყო ვიცე-პრეზიდენტი საინჟინრო აკადემიის, რომელიც მოვიდა ჩვენთან პირველად ესე იგი გითხრა რომ რაღაც პროგრამა გვაქვს სერიოზული, მე ისინი დავაკავშირე ბატონ პაატა გიორგაძეს, მე განვითარება მიიღო, მე ბატონ რომან ურუას. ეხლა არავის არ უნდა ამ წყალს მიხედოს და ეხლა დავწუნდი რაში, აი დააგვიძით ეხლა ციფრებს ფოდნოში. 3000-მდე ჭაბურღილია გაკეთებული საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს. ეს ბატონი თევზაძის, ეს ცნობილი პიროვნება იყო ძალიან, ესე იგი მისი ინფორმაცია 1 მილიონამდე ჯდებოდა, 1 მილიონ დოლარამდე ჯდებოდა ერთი ჭაბურღილი. ივე თამას გაფრინდა. კი ბატონო. ესე იგი 3000 1 მილიონი ჯდებოდა თითოეული. ეხლა დღეს რეალურად რომელ ჭაბურღილსაც არ უნდა მიადგე, ანუ ეს გადმოვიდა ძველი იმიდან, საბჭოთა სისტემიდან გამოვიდა მემკვიდრეობით, ჩვენი გახდა, მაგრამ ჩვენი აღარ არის უკვე. ვისია, სადაც წყალი არ ამოდის, ის არის ჩინელების და სადაც ეს წყალი ამოდის რუსი ოლიგარქების. აი ეხლა მათ აქვს აღებული 20%-ის გამოყენებაზე ლიცენზია, კაპიკებს იხდიან ამაში, კაპიკებს, ქვეყნის სიმდიდრე მიავდება. ეს ეხლა კორუფციის და რაიმეს გარეშე თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ, რო ასეთი რამე ხდება. ყველაფერი როგორ გავეცით, კაცო. მიწა გავყიდეთ, ნედლეული გავყიდეთ, ხეთყეს ვყიდით, ოქროს ვყიდით, მარგანეს ვყიდით, ყველანაირ რესურსს ვყიდით. რა უბედურება და ეკონომიკა გვაქვსო. ეს არის ეკონომიკა. ეს არის ეკონომიკა. ეს არის ეროვნული დამოკიდებულება. ამას ქვია ეროვნული ხელისუფლება. აი, როდესაც ერთი სიმდიდრე ნუგელაში რაც ნახეთ, ეს ხო საოცარი რამ არის. საოცარი მილიონები კი არა, ის წყალი რო არ დაკარგო, რომელიც ივრება დღეს
და ის ვინც იყიდა 1-20 ლიტრიდან რო აიღებენ თვეში, იმას შეულობენ იმდენ ფულს, მეტი არ ჭირდებათ. არაფერს აბაჟოზეც არ იხდიან, იმიტომ რომ გადააქვთ ისე ბოთლებში ჩასმული, მე ასხამენ ამპულაში იქ იმაში რა ქვია ეს ისრაელში და იყიდება $60-80 ერთი ამპულა. შეიძლება ესე ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, აი ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ღარიბად თვალები გავახილოთ ხალხო. ამ ქვეყანაში შეიძლება ღარიბად ცხოვრობდეთ, აი ამ ბუნებაში, აი ამ რესურსების ქვეყანაში. უნარგიას სოფელია ეს, არაჩვეულებრივი ეკლესია არის აქ. დიდი პიროვნება. აქ მოდიოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გოგებაშვილი, რა ვიცი, აქ საოცარი ადგილია ეს და ღმერთმა დაგვაჯილდოა ეს ომის შემდეგ პერიოდში დაფიქსირდა მე მგონი ეს ხელწყალი რომ ამოხეთქა და მე მაშინვე იმ დროს ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ შეძლო ამისთვის ყურადღება მიექცია და აი აქ ბატონთემო დიდი 4 სართულიანი სახლები იყო წამოწინული და სანატორიუმი იყო მთელი საბჭოთა კავშირიდან ხალხი მოდიოდა აი ამ ხელისუფლების ვანებს ღებულობდა და ასევე სვამდა. მოკლედ ინსტიტუტები მუშაობდა ამ წყლის გამოკვლევაზე და ეს ყველაფერი ახლა სადღაც დევს და ამას გამოყენება ჭირდება. მაგრამ აი ეს ჩვენი მერკანტილური და მეკთამე ხელისუფლება ყველაფერს უყურებს იმ კუთხით რომ აი მე რა შემხდება ამისგან. ახლა იმით რომ აყვავდეს სოფელი და ესე იგი გამოყენებული იქნას ვინ რას მიიღებს თბილისის ჩინოვნიკებიდან არაფრით. აი ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ თვითმმართველობა არ აგვაქვს. თვითმმართველობა რო ქონდეს, ცაიშის მმართველობა თვითონ მიხედავდა ამას საქმეს. ესე იგი იმას არანაირი უფლება არ აქვს. ჩვენი პროგრამა, მეცნიერთა კონგრესის პროგრამა არის ბალნეო ტურიზმის განვითარება. საქართველოში 100-მდე წყალია, პრაქტიკულად მხარი არ არსებობს, სადაც უნიკალური სამკურნალო წყლები არ იყოს. რომელსაც აი დაახლოებით 500 მილიონი იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოსულიყო რაღაც ნორმატიულ იმაში გარემო შექმნილიყო აქ და 10 წლის შემდგომ ის 500 მილიონს რო ხარჯავ, ეხლა ზუსტ ციფრებს გაანგარიშებები გვაქვს, მაგრამ 10-15-20 მილიარდს გაძლევდა და ბიუჯეტში მილიარდობით. ამას ვლაპარაკობს მეცნიერთა კონგრესი 20-30 წელია. დღეს უკვე რეალურად ეს მილიარდები შეიძლება და ყოფილიყო. და ესენი გვიხსნიან იმას, რომ სათამაშო ბიზნესი შემოსული ფულით, ამდიდრებული ბიუჯეტი, ან კიდე უცხოელებს რომ სახლები მივყიდეთ, აი იმით შემოსული ფულით, ესაა ეკონომიკა. რა ეკონომიკაზეა ლაპარაკი? აი ნახეთ. აი მთავარი ეკონომიკა. თქვენ მინდა იცოდეთ, რომ აქ ვინც ეს იყიდა იმ რუსმა ოლიგარქმა, იმან იცის რა იყიდა. და ის იმას ლამაზ თვალებისთვის არ მიყიდეს. ეს მისი საკუთრება დღეს რომ მიადგე და მოინდომო აქ რომ მე რაღაც მინდა გავაკეთო, გამოჩნდება ხელად. უკვე იმის დამცველი ადვოკატი ქართველი დაიცავს მის ინტერესებს კანონიერად სახელმწიფოსგან ნაყიდი აქვს ეს ყველაფერი. და გეტყვის იმას რომ ეს ჩემია, მე დავაქცე ვარ და ყველა კანონი დარღვეულია აქ. აი ნახეთ ჯერ ერთი აი რას უშვება ტერიტორიას, ხო? აი აგერ აი რა მდგომარეობაში აყენებს ტერიტორიას. რა ვიცი, ჩვენ დღეს აი აგერ წამოვედით რა იმიტომ რომ ვინმე ვაკრიტიკოთ. მე კიდე ერთხელ ხალხს უთხრა, უნდა უთხრათ რომ მეცნიერების გარეშე, მეცნიერული პროგრამების გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ეს არის დიდი რესურსების ქვეყანა და ჩვენი რესურსები არის უნიკალური. მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო, ბუნებრივი რესურსები, ადამიანური რესურსები, ინტელექტუალური რესურსები და რაც თავარია გეოგრაფიული რესურსი. აზია, ევროპის გასაყარზე ჩვენი არის უნიკალური. ჩვენ შავი ზღვით, ოკეანეებთან კავშირით და ამ დროს ესე იგი არ გვინდა ევროპაო, არ გვინდა შავი ზღვის სახელმწიფოებთან ურთიერთობა და ლაპარაკობთ იმას, რომ აი ტრაბახობთ იმით, რომ თურქმენეთთან, უზბეკეთთან მოვაწყოთ ისა. როდემდე უნდა ვატყუოთ საკუთარი ხალხი? რა და დღეს წყალტუბოში ნახეთ ხომ ის ამერიკელებთან ერთად სასაული. და არანაირი ასე იგი ჩაგორა არც ეკონომიური და არც პოლიტიკური აქ არ არის. ეს არის ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა, რომ ისინიც იგებენ, ჩვენც ვიგებთ, ჩვენ მეც ვიგებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვანვითარებთ ამ ჩვენი მიწის შესაძლებლობებს და ქმნით იმ პროდუქციას, რომელიც მე იგზავნება ამერიკაშიც და არაბებშიც და ყველგან, ნუ მოცია ლაპარაკი. რამდენი ტონაზეა ერთი პატარა ისა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აი ათეულობით მილიონობის
პროდუქცია საქართველოში პრაქტიკულად არ ყიდიან, იყიდება ქვეყნის გარეთ და ერთი დავაკვირდეთ ახლა ჩვენ საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან არავითარი კავშირი არ არის, მაგრამ კავშირი გვაქვს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ტემპერატურა, ანუ ბუნებრივი პირობები აქვს მძიმე და ჩვენთან ურთიერთობის შემდგომ პრაქტიკულად იმ მოსახლეობას ვნახავთ აქ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით შემოსულს. ეს იქნება ირანი, არაბეთი, ვთქვათ, აი ეს სახელმწიფოები, აი თუნდაც თურქმენეთი, უზბეკეთი, ახლა თქვენ იმ ხარეში მუშაობდით იქეთ და იცით რომ როგორი აუტანელი პირობებია რა გარკვეულწილად ცხოვრებისთვის სად საქართველოს და სად ის. აი ეს ჩვენი ხელისუფლება ირჩევს ხელისუფლებას იმის მიხედვით არის იქ ავტორიტარული ხელისუფლება თუ არა. თუ იქ დემოკრატიული ხელისუფლება არის, იმ ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა. იქ კანონები მოქმედებს და ამას უნდა იქ უკანონობა და ეს უკანონობა უნდა თავის ქვეყანაში დაამკვიდროს და დაამკვიდრა კიდევაც. არა, ესე არ გავა ყველაფერი. აი აგერ ბატონებო, აი ამ ქვეყნის შვილები ვარ ჩვენ. ამ ქვეყნის შვილები ვარ ჩვენ, სადაც ამ ქვეყანაში არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ღარიბად და ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს სხვა ხელისუფლება გარდა ეროვნული ხელისუფლების. ეროვნული არის ის ხელისუფლება კი არა, რომელიც ლაპარაკობს ტრიბუნიდან ლაპარაკობს ეროვნული ვართ და ვიღაცას ვებრძვითო. ეროვნული არის ის, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს უფრთხილდება, იყენებს და ხალხის სამსახურში აყენებს. ჩვენი უპირველესი ეროვნული სიმდიდრეა მიწა. ჩვენი უპირველესი ეროვნული სიმდიდრეა წყალი. ჩვენი უპირველესი ეროვნული სიმდიდრეა ბუნებრივი რესურსები. ჩვენი უპირველესი ეროვნული სიმდიდრეა ენერგეტიკული რესურსები. ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს როგორც უპირველესი ეროვნული სიმდიდრე, ყველაფერი ნიავდება და არაფერი საქართველოს და ქართველების ხელში არ არის. თვალებ ახილებული ხალხი. აი ეს არის გადარჩენა საქართველოსი. ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო და ესეც გენიალურად გვითხრა. რამე სხვა არ დაამატებთ ბატონოვარში. დავამატებ იმას, რომ ნებისმიერმა საზოგადოების წერმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე. შეხედოს უნდა ვინ როგორ მართავს და იმ არჩევნების პერიოდში გადაწყვიტოს შეიძლება ენდოს იმას ვინც ბევრჯერ მოგვატყუა თუ არ შეიძლება. არ შეიძლება ახლა დღეს არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არსებობს ადამიანი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ აუ რა კარგი იყო, როცა ის მართავდა. ახლა თქვენზე არ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ მე საზოგადოებას აი ეს ნაციონალების წარმომადგენლები, ეს ოცნება, რომელიც 14 წელი როცა შენ ნაბიჯი ვერ გადადგე ფაქტიურად წინ, ვერ გადადგე წინ 14 წლის მანძილზე არც ერთი შენი დაპირება არ შეუსრულე ხალხს და ახლა ამბობ რომ ცვლივ პოლიტიკის მიმართულებას და დასავლეთი არ მინდა და ჩრდილოეთისკენ მოატრიალე ხალხი, ამას ხო თაღლითობა ქვია ჩვეულებრივ იურიდიულ ენაზე. კონსტიტუციურად არ არის ორი. კონსტიტუციურად არ არის ორი, იმიტომ რომ კონსტიტუციაში გვიწერია რომ ჩვენი მიმართულება არის ევროკავშირიო თვითონ ჩაწერეს და ნატო და ეხლა ამბობენ ევროკავშირი ნატო არ გვინდა და აზიის ქვეყნებთან გვინდა ურთიერთობა. ხმამაღლა თქვენს თვითონვე ხო არ ვამბობ. ესე იგი ძალიან ამორალური ხელისუფლება გვყავს და არ შეიძლება ამის დიდხანს მოთფენა. აი როგორც არის წყალი. აი ჩვენი სიმდიდრე როგორი იღრება. კარგება ჩვენ თავწინ ახლა რო გამოვთვალოთ მე რო მივალ სახლში გამოვკვდი ამას წუთში რამდენს კარგად ჩვენ ფულზე გადავიყავ. აი ასე იკარგება უამრავი რესურსი საქართველოში და ეს ჩვენი ხელისუფლება თვითონ როგორ გამელიონერდა კაც ეს ხონდა გამოვიდა და სათამაშო ბიზნესია 50 მილიარდი ქვეყანაში. აი აგერ კიდე ესეც წყალი წერან აი იქ პატარა იმაში ხელი რომ მივეცი წყალს, ну ესე იგი ცუდად გავხდი, ისეთ ტემპერატურა აქვს. ეხლა ესენი აგერ სათბურები გააკეთეს, ქვემოთ ადამიანები არიან, ბანაობენ, იმიტომ რომ ეს ხელი წყალი ჩადის, იქ ცივს უერთდება და სასაული რამეა. აი ხალხს რომ იცენ საშუალება, თქვენ სწორად თქვით რომ აქაურ ხელისუფლებას რომ იცენ საშუალება და რომ არაფერში არ შეზღუდონ, სასაულად მოაწყობენ ყველაფერ ამას, მაგრამ არა, ყველაფერი ცენტრიდან, ყველა მხელფასი ცენტრიდან, ყველამ ერთნაირად ვეღარ გაიგებ, რომელი კარგია ხელმძღვანელი, რომელი ცუდია. სწორედ იმის მიხედვით უნდა იზომებოდეს, ვინ როგორ და სწორად გამოიყენებს ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს. მაგრად ვიყოთ, ეს უიმედო კი არა, დღეს ჩვენ ძალიან იმედიანი შეხვედრები გქონდა, რაც ვნახეთ, ხალხში განწყობა არის ძალიან კარგი, სწორი, უბრალოდ ხალხი ელოდება იმას, რომ ან ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის კურსს, ან ხალხი შეცვლის ამ ხელისუფლებას. მაგრად ვიყოთ.